რომელიც უსირცხვილოდ იტყვიება სასამართლო პროცესზე მთელი თვეებია. ვერც ებძვის ადამიანი, ვერავინ ვერ ებძვის ვერც პროკურორს, ვერც მოსამართლეს და ვერც არ აქვს უფლება არავის რაღაც სიმართლე უთხრას მშობელმა პატრონმა. მაგრამ დღეს მამა გამწარებული გავიდა არ დაესწრო სასამართლოს დამთავრებას. იმიტომ რომ იცოდნენ ამ ხელისუფლების უდიერი მოქცევა თავის შვილს როგორ გაუსწორდებოდნენ და შეიძლებოდა ეს მამამისი იმდენად აღელვებული იყო მამაო რომ ალბათ გაებრძოლა ამ მოსამართლეების წინამდე და რაღაც სასტიკი რაღაცა ეთქვა და თავის თავს უშველა რომ გავიდა ამით. სიმართლის ვერაფერს დაუმტკიცებდა, იმიტომ რომ მოწინააღმდეგეები ბევრი ყავდა. კი ბატონო. დიდი მადლობა. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ დავით ხომერიკის დედის კომენტარი. ქალბატონო დედიკა, თუ შეიძლება რომ თქვენი პოზიციაც მოვისმინოთ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ალბათ ყველაზე რთულია თქვენთვის ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, რამდენიმე სიტყვით შეგვიფასეთ ეს გადაწყვეტილება. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თქვენი აქ ყოფლისთვის, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი გვერდში ყოფნა, მე ძალიან აღელვებული ვარ, შეიძლება ისიც კარგად ვერ ვილაპარაკო. უბრალოდ მქონდა ცოტათი იმედი, რომ რაღაცნაირად ჩემს შვილს შეუმსუბუქებდნენ სასჯელს 9 თვე. მეგონა რომ საკმარისი იყო ამათთვის, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ დროს არაფერი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ვიდეო მტკიცებულებები ექსპერტიზაზე არ ამოვიდა მისი ანაბეჭდები. პირიქით მოძალადეები თვითონ იყვნენ ცემეს გაუპატიურებით დაემუქნენ თავში ურტყეს რისი გულისთვის სახში მიდიოდა დილას 9 საათზე ამარაშვილზე აიყვანეს ეგ და მაგისი ძმა თავიდან ადმინისტრაციული დააკავეს მირეკას გამომძიებელი ადმინისტრაციული დააკავეს მე რამოდენიმე დღის მერე მეუნება რომ სისხლი აღიძრაო რატო ხდება ეს უსამართლობა ამ ჩვენს ქვეყანაში რომ სამართალი არ არსებობს რა უნდათ ამ ჩემს შვილს რას ედავებიან სამშობლოს სიყვარულს ედავებიან არის ჩემი შვილი მუსიკოსი თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ ჩაკვლაც უნდათ ჩემი შვილი სულით თავისუფალია მაინც ძალიან მაგარი ბიჭი მყავს ამასაც გაუძლებთ ამასაც გადავიდანთ მაგრამ ვიცი რომ ეს რეჟიმი ადრე თუ გვიან მაინც დასრულდება იმიტომ რომ ხალხი ჩვენს ხარეს დგას რომელიც მაძლიერებს და გვაძლიერებს მაგრამ მტკიცებულებები არ არსებობს ელოდით ამ გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა რომ ვერ დაუდასტურეს და დაუმტკიცეს მტკიცებულებები არ არსებობდა და როგორ ველოდი ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი რა იმიტომ რომ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს ვიდეო მტკიცებულებები არ არსებობს ექსპერტიზა არ არსებობს დნმ არ არსებობს გეკითხებით მაშინ რის საფუძველზე უყენებ შენ ამ განაჩენს რის საფუძველზე დიდი ბოდიში თაღაში შეიძლება ლაპარაკი კი მე ესე ვფიქრობ რომ ეს იყო ღამე იყო აქციაზე მაგრამ რახან ღამე გაათენა და დილას უკვე სახში მოდიოდა დაღლილი ეს ჩაუთვალეს მაგას დანაშაულად ძალიან დიდი მადლობა განსაკუთრებით ემოციურ პოზიციებს აფიქსირებდით სასამართლოს შიდა პერიმეტრზე ახლა რას გვეტყვით არ ვიცი, ჩვენ მე ვარ ბიცო, ეს ბავშვები ჩემში გაიზარდნენ და ეს ბავშვები არის ნათელი მომავალი, ჩვენი საქართველოს მომავალი, ნათელი, განათლებული, ერუდირებული, უჭკვიანესი თაობა, აი ამას გვიკლავენ, ეს უნდა ამ რეჟიმს, რომ ეს იყოს სიბნელე, რომ ვერავინ ვერაფერი ვეღარ გაიგოს. არ ვიცი, უსამართლობის პიკია, ზენიტში ვართ, არ ვიცი, ამას რა ქვია, უსამართლობის სახელიც არ ქვია, უნამუსობის, არ ვიცი რა ქვია, აი ამას აღარაც სახელი არ აქვს. სად ვეძებოთ, მაგრამ ჩვენი გამოსავალი ვიცით, სადაც ვეძებოთ. ეს ძალა ჩვენშია და ჩვენ ამ ბავშვების და ამ შვილების გვერდში ვდგავართ, დედებიც, ბიცოლებიც, მამიდებიც, მეზობლებიც, მთელი საქართველო. ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ გავიმარჯვეთ და სინათლე ყოველთვის სიბნელეზე გაიმარჯვებს, აი ამ სიბნელეზე სინათლე გაიმარჯვოს ეს ბავშვები არიან ნათელი მომავალი ჩვენი საქართველოს ნათელი მომავალი ჩვენი მათ გვერდზე ვარ და ჩვენი მათ გვერდზე ვიბრძოლებთ სანამ არ დავასრულებთ აი ამ რეჟიმს სანამ არ დავასრულებთ და დასრულდებიან მალე იმედი გვაქვს აი ამის იმედი მქონდა მაინც რომ ჩვენ ეს ამათ დავასრულებთ კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ვუსმენდით ახლა დავით ხომერიკის ოჯახის წევრების პოზიციას ისინი ამბობენ რომ აუცილებლად გაიმარჯვებს სინათლე სიბნელეზე და ეს ადამიანები რომლებიც ახლა არიან უკანონო ტყვეობაში ქართული ოცნების მხრიდან როგორც არაერთხელ აღნიშნავენ და უწოდებენ აუცილებლად გაიმარჯვებენ საბოლოოდ რადგან მათ აქვთ
იმედი, რომ ეს ყველაფერი დიდხანს აღარ გაგრძელდება. ჩვენ ნანუკა ჟორჟოლიანის პოზიციასაც მოვისმენთ. ნანუკა, გამარჯობა, რომ გვითხრათ, აი კიდევ ერთხელ თქვენ ესწრებოდით პროცესს, ხომ ძალიან ემოციური სიტყვა ქონდა დავითს. გარდა ამისა, ამასთან ერთის ის ყველაფერი, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ამ საქმეში. კიდევ ერთხელ მოსამართლე გალუსტაშულმა რისი დემონსტრირება მოახდინა ან ქართულმა ოცნებამ იმით, რომ ამ ქალს არასოდეს არ გამოაცხადებინეს პოზიტიური განაჩენი და გადაწყვეტილება. ბოლომდე გაწირა ქართულმა ოცნებამ გალუსტაშულს. ბოლოს გეტყვით, უბრალოდ ნახეთ როგორ არის ადამიანებს უჩვენენ განცდას, რადგან კონკრეტული მუხლით ადამიანებს უშვებენ და ვიღაცებს არ უშვებენ. ადამიანებს უჩვენენ განცდას, რომ ჩვენ ახეთ ჩვენ ძალიან ობიექტურები ვართ, ობიექტურები რომ არ ვიყოთ, მაშინ იმათაც არ გავუშვებდით. ეს არის ყველაზე ცუდი, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს, იმიტომ რომ თუ მტკიცებულებებზე დღეს თამარ ჭედლიშვილმა განაჩენში რითი ხელმძღვანელად თქვა, რომ არ არსებობდა ვიდეო მტკიცებულება და არ არსებობდა მყარი მტკიცებულებები, რაც მაგალითად აბრამოვზე მისჯის საშუალებას მისცემდა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ხომერიკის საქმეშიც. მაშინ ხომერიკთან რითი ხელმძღვანელა გალუსტაშულმა. ჩვენ ხო ვიცით, რომ მოსამართლეები არ იღებენ ამ განაჩენებს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას განაჩენთან დაკავშირებით მოსამართლე არ იღებს. ანუ რისი ჩვენება უნდათ, რომ ჩვენ თუ სამართლიანები არ ვართ, მაშინ იმათაც არ გაუშვებდით. ეს არის ყველაზე ცუდი, რის განცდასაც ახლა ქართული ოცნება აჩენს. და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, გალუსტაშულს ყველაზე მეტად არ გაუმართლა, იმიტომ რომ ის არის მოსამართლე, რომელსაც თამ ჭედლიშვილს გამოაცხადებინეს მანამდე ახობაძესთან დაკავშირებით, აი იქ რაღაც თუ რითიც ხელმძღვანელობენ ახობაძეზე და აბრამოვზე, იქ უნდა გამოუშვან ნიკა კაციაც. ზუსტად უფრო მძიმე საქმეა, მძიმე პროკურატურისკენ. და შესაბამისად არ ეღირსა, გალუსტაშულს არ აღირსებენ, იმიტომ რომ გალუსტაშვილი ჯოჯოხეთში დაიწვება. დღევანდელი განაჩენისთვის ყველაზე მეტად. დიდი მადლობა, უსმენდით ნანუკა ჟორჟოლიანს. ჩვენ ველოდებით შოთა თუთბერიძეს, რომელიც გამოვა თუ არა სასამართლოს დარბაზიდან, უბრალოდ შიდა პერიმეტრიდან აუცილებლად გასცემს ჩვენს კითხვებს პასუხს. მანამდე კი შეგვიძლია რომ იმ სამოქალაქო აქტივისტებს მოვუსმინოთ, რომლებიც აქ არიან შეკრებილები, მათ შორის აი ახლა ვხედავ პოლიტიკოსებსაც, დეა მეტრეველი არის ჩემთან ერთად. დეა, გამარჯობა. სანამ ჩვენ ადვოკატის ოფიციალურ პოზიციას მოვისმენთ მის აი ამ ზოგადად გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც გალუსტაშულს გამოაცხადებინა ხო ქართულმა ოცნებამ, შეგვიფასეთ პოლიტიკურ ჭრილში თუნდაც, როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს ქართული ოცნება, შერჩევითად ზოგი სინდისის პატიმარი გაათავისუფლეს, თუმცა ვხედავთ, რომ დავითის შემთხვევაშიც არ არსებობდა არანაირი მტკიცებულებები, თუმცა ის 4 წლისა და 6 თვის ვადით გაუშვეს ციხეში. როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებები არ იწერება სასამართლოში და ეს გადაწყვეტილებები იწერება ქართული ოცნების კაბინეტებში. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ძლიერი სიტყვა თქვა დაათო ხომერიკმა მოსამართლეს მიმართა, რომ მე მაინც იმედი მაქვს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებთ, იმიტომ რომ თქვენც უნდა იბრძოლოთ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ეს თქვენი ბრძოლაც არისო. სამწუხაროდ მიღებულია კიდევ ერთი სამართლიანო გადაწყვეტილება, მაგრამ მიუმართავ ყველა პოლიტპატიმრის ოჯახის წევრს, პოლიტპატიმრებს, რომ ეს ადამიანები არ დარჩებიან საკნებში, მთელი ქართული საზოგადოება ვართ ერთიანები. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერია ესა თუ ის მოქალაქე. ყველანი ვდგავართ პოლიტპატიმრების გვერდზე და ამ ადამიანებს, ამ ღირსეულ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლად ავიხსნით.